ჩვენი ამბები უკვე ახალ სეზონს იწყებს, ეს უკვე მეექვსე სეზონია და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენმა ფორმატმა უკვე გაამართლა და დღეს ჩვენი ამბები მოგიყვებათ და გაგაცნობთ პიგოს შესახებ, ელკანში დაბადებულ პიგოს შესახებ და რა თქმა უნდა მის მწერალს ქალბატონ თამარ ფხაკაძეს. მოგესალმებით ქალბატონ თამარ. მოდით დავიწყოთ სულ თავიდან. როგორ გაჩნდა პიგო? როგორ გაჩნდა პიგო? პიგოზე საუბარი რო დავიწყოთ, არ შეიძლება არ ვახსენო პროექტი, რომელიც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ დააფინანსა და საქართველოში ამ პროექტს წარმოადგენდა ნატურლანდის ასოციაცია. ამ პროექტში წარდგენილი ვიყავი როგორც მონაწილეობდი როგორც ფერმერთა ასოციაციის ექსპერტი და პროექტი ითვალისწინებდა, რამდენიმე ფაზას ითვალისწინებდა პროექტი. ერთ-ერთი იყო ტრენინგ მოდულების შექმნა. ტრენინგ მოდულების დროს ჩვენ ერთად გვიწევდა მუშაობა ელკანასთან და სხვა პარტნიორ ასოციაციებთან ერთად და ელკანაში როცა მივედით, ელკანა ეს არის ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია, ეს არის არაჩვეულებრივი ორგანიზაცია, რომელიც აკეთებს ძალიან საჭირო ქართულ საქმეს. ერთ-ერთი ასეთი საქმე იყო ბევრი საქმისგან ერთ-ერთი, ასეთი იყო, რომ გადაერჩინათ ქართული ღორის ჯიში. და ეს კახური ღორის ჯიშია ლაპარაკი, ეს არის პიგო. და რომ მივედით იქ ტრენინგზე, სულ სხვა ტრენინგზე აბსოლუტურად სხვა რაღაცებს საუბრობდით და რა შევედით ელკანაში, დაცუნცულებს პიგო. ეს საყვარელი პატარა გოჭი და იქცევა როგორც პატარა ლეკვი. მოდის ჩვენთან ფოტოსესიებში მონაწილეობს და ისე ექცევიან პიგოს როგორც ჩვეულებრივ ადამიანს და ბატონმა თამაზმა დუნდუამ, რომელიც ელკანას წარმომადგენელია, მან მითხრა, რომ პიგოს არ გონია, რომ თავი გოჭია. ანუ ეს ისე ჩამრჩა რაღაც მეხსიერებაში და როცა შემდეგ დავიწყეთ ჩვენ ასოციაციამ ფიქრი, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ბავშვებმა თავიანთ ენაზე კარგად გაიგონ, რა მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიურ სოფლის მეურნეობას, რა მნიშვნელობა აქვს ნიადაგის, ჰაერის და წყლის სისუფთავეს, ვიფიქრეთ რატომ არა ზღაპარი. იმიტომ რომ მე თვითონაც ვწერ რაღაცებს და გადავწყვიტე, რომ პირველად ჩემს სიცოცხლეში დამეწერა ზღაპარი პიგოზე. ზღაპარში ნამდვილი პერსონაჟები არიან. პიგო, როგორც გითხარით, კიდე ჯავახური ბატები, მართა და აპოლონი, ნამდვილად არსებობენ ესენი. არის კიდევ დედიკო, რომელიც ძაღლის სახელია და ბევრი შვილი ყავს და ამიტომ დედიკოს ეძახიან ელკანაში. ამათი ისტორია ესე შეიქმნა პიგო. ეს იყო ინსპირაცია პიგოსი. რას ეხება წიგნი და როგორ მიმდინარეობდა მასზე მუშაობა? წიგნი შეიქმნა სწორედ ამიტომ, რომ ბავშვებმა შეიგრძნონ რა მნიშვნელობა აქვს ნიადაგის, წყლის და ჰაერის სისუფთავეს. დიდებმა უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ბავშვებს თავიანთ ენაზე ვუთხრათ ეს. თორე ახლა თქვენ რო გითხრათ, რომ დაუშვათ ნიადაგის გაუდაბნოება მიდის, რომ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ შეიძლება მსოფლიოში 80% ნიადაგის გამოუსადეგარი იყოს, ეს არ იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ეს ინფორმაცია, რომ თქვენთვის ნიადაგი ყოფილიყო სიყვარულის ობიექტი, ყოფილიყო მოვლის ობიექტი, ამიტომ გადავწყვეტეთ რაღაც თქვენს ენაზე შემექმნა რაღაც ზღაპარი. აი ასე შეიქმნა. აი ესე მიმდინარეობდა და ეს არის საგმირო საქმეებზე. დედამიწას აქვს გული, როგორც მოგვეხსენება და ორი პარკუჭი აქვს დედამიწას, ერთში სიყვარულია, მეორეში სამი ძირითადი კომპონენტი, რაც განაპირობებს ჯანმრთელობას მათ შორის. ეს არის ჰაერი, წყალი და ნიადაგი და გულის გასაღები დაიკარგება ადამიანებმა როგორც ყოველთვის. დავკარგეთ გულის გასაღები
და ამ ნატეხებს გატყდა გულის გასაღები და ერთი იყო ნიადაგში. ამჯერად პირველ ნაწილს მოვჭით და პიგომ გაათავისუფლა ნიადაგიდან ერთი გასაღები, დანარჩენს თვითონაც წაიკითხოთ და აქ არის საუბარი ნიადაგის სტრუქტურაზე, რომ ნიადაგი ჩვეულებრივად სუნთქავს. ნიადაგსაც თავისი სამყარო აქვს. მასაც უნდა განვითარება, მას არ უყვარს პესტიციდები, არ უყვარს ეს ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც შეყავს და ყველაფერს კლავს. მიკროორგანიზმები, რომლებიც იღუპებიან ნიადაგში. ამიტომ ბავშვმა თუ არ იცის ეს რას ნიშნავს, იმისთვის არაფერს არ წარმოადგენს ამ შემთხვევაში ნიადაგი. ჩვეულებრივი რაღაც ინსტრუმენტია, საიდანაც მოდის რომელზეც ხარობს მცენარეები და ასე შემდეგ. ამიტომ ნიადაგის გაჯანსაღებაზეც ქონდა საუბარი, როგორ შეიძლება ნიადაგი გაჯანსაღდეს და მივმართეთ ბიოაგროს თუ არ აბავის მივმართეთ და ბიოაგროდან ესეც ნამდვილი პერსონაჟია დათო დაგვეხმარა ნიადაგი როგორ უნდა გავაუმჯობესოთ და ასე შემდეგ. როგორც ვიცი, პიგოს თავგადასავალი არ იქნება მხოლოდ წიგნი და მას ბევრი გაგრძელებაც მოყვება. ესე იგი, ჩვენ ვარაუდობთ, რომ ვფიქრობთ უფრო სწორად და ვიმედოვნებთ, რომ პიგოს რამდენიმე პროექტი მიეբნება, ეს არ გვინდა რომ იყოს მხოლოდ ნაწარმოებისთვის, გვინდა ამაში ჩავთოთ პედაგოგები, ბავშვები თავისთავად, პედაგოგები, გარემოს დამცველებიც, ძალიან გვინდა რომ ბავშვებს ვაჩვენოთ, ელკანაში წავიყვანოთ ბავშვები, ვაჩვენოთ ეს პერსონაჟები, ვინ იყვნენ სინამდვილეში. ამასობაში ელკანადან ძალიან ბევრ ცოდნას წამოიღებენ. და ეს გვინდა რომ ჩვენ გავაფართოვოთ, ჩართულობის წრე გავაფართოვოთ და აი რატომ არ უნდა გახდეს მაგალითად როგორც ავატარია ისე რომ ვთქვათ, რატომ არ უნდა გახდეს ქართული ჯიშის, რომლის გადარჩენაზეც ამდენი იზრუნა ელკანამ, რატომ არ უნდა გახდეს მაგალითად რაღაც გმირი, რაღაც პერსონა პიგო, რატომ არ უნდა გახდეს რომ ჩვენი ბავშვებისთვის პიგოს საქციელი, პიგოს მეგობრობა, სიყვარული, პიგოს დამოკიდებულება ნიადაგისადმი იყოს ბავშვებისთვის მისაბაძი. კიდე ერთი დამავიწყდა იქ ზემოთ აღნიშნა, რომ ეს მარტო ბიჭებზე და გმირობაზე არ არის. პიგოში არის სიყვარულის ლირიული გადახვევებიც, პიგო არის შეყვარებული, მას პირველად ის შეუყვარდა ბაიას, მცენარეს, მინდორში და მთელი ლექსების მიძღვნა და მთელი ამბები აქვს მოკლედ რა. საინტერესოა ჩემი აზრით, იმედი მაქვს რომ ბავშვებსაც მოეწონება, მაგრამ ეს ესე მშრალად არ შემიქმნია. ამას ეპიზოდებს როცა ვწერდი პიგოზე, ჩემი თანამშრომლის, ჩემი მეგობრის ბავშვებზე ვტესტავდი, როგორ შეიძლება და უკეთესი ყოფილიყო ამის გაგრძელება, მათთვის როგორ შეიძლება და უფრო საინტერესო ყოფილიყო, ამიტომ მაინც ერთობლივი ნაწარმოებით შეიძლება დავარქვათ პიგოს. როდის ველოდოთ წიგნს? წიგნი სავარაუდოდ 2-3 კვირაში ალბათ უკვე იქნება დაბეჭდილი. როდესაც ვფიქრობდით ილუსტრაციებზე, ტელეკომპანია ახალმა და მისმა ხელმძღვანელმა ქალბატონმა ქეთი მიქაძემ შემოთავაზა ესეთი კონცეფცია, მოდი ეს ნაწარმოები რადგან ბავშვებისა, ბავშვებმა გააფორმონ. თვითონ რამდენიმე ბავშვი შევარჩიეთ და შემოგთავაზეს ნახატები ბავშვებმა. ეს შემდეგ საბოლოოდ გადავწყვეტეთ, რომ აგვერჩია მარიამ პატაშური. ეს ჩვენი კონცეფციის ნაწილია, როგორც გითხარით, ძალიან საინტერესო იყო მისი თვალით დახატული პიგო. მე მგონი თქვენც ძალიან მოგეწონებათ. იმდენად კარგი ნახატებია. ძალიან კარგად შეარჩია ის ეპიზოდებიც, რომელიც უნდა გაეფორმებინა მარიამს. გაუფრთხილდით ბუნებას, იცოდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის, სამყაროს არსებობისთვის არის ამ სამი კომპონენტის გაფრთხილება: ნიადაგი, ჰაერი და წყალი.